მოგესალმებით მეგობრებო. Podcast-ის მორიგი და ცოტა უჩვეულო ეპიზოდიდან. გვერდით მიზის ჩემი ძმაკაცი გიო. მინდა გაგაცნოთ. და ხო, როგორც წინა podcast-ში ვთქვი, ნელა-ნელა მივდივართ იმისკენ, რომ რა მიზანიც ქონდა გადაცემას თავიდან და გასაგებია რომ თავიდან ცოტა ცნობადი სახეები ჭირდებოდა ამ საქმეს რო ყოფილიყვნენ. მაგრამ ნელა-ნელა ისეთი ხალხი მინდა გადავიღო, ვინც თავის ცხოვრებით არიან საინტერესო და საერთოდ არ არის საჭირო რომ იყვნენ ცნობადი სახეები და რა ვიცი ხო თბილისის ჟურნალი თბილისელები რო ბეჭდავენ. საერთოდ არ არის საჭირო რომ ეგ სასტავი იყოს. გიორგი არის ექთანი, თავის საქმის პროფესიონალი, არის გერმანიის მოქალაქე. ჩვეულებრივად ოპერად წავიდა, ოპერი ქვია ხო მაგას? ხო. ოპერად წავიდა, როგორც ძალიან ბევრი ჩვენი ხნის ბავშვები დადიოდნენ გერმანიაში თავის დროზე. ზოგი მაკდონალდში მუშაობდა, ზოგი ოჯახებში მუშაობდა. ნუ ასე შემდეგ, ყველა ვიცით ეს ისტორიები. არ არსებობს ალბათ ოჯახი საქართველოში, ვისგანაც ერთი ადამიანი მაინც არ არის წანასვლელი ეგრე გერმანიაში, ხო და ჩვენ გადავიღეთ პოდკასტი, როცა ვიდიოდით ლაგოდეხში, გზაში. აი old school პოდკასტი რა. პროსტა სხვა გადაღები არ ყავდა შორიდან რომ გადაიღო ჩვენ როგორ დავდიოდით, მაგრამ ორივეს კამერა გვეკეთა, მიკროფონები გვეკეთა და ძალიან საინტერესო პოდკასტი გელოდება წინ. ეს ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და თუ ჩემი კამერა წაიღეთ, დამიბრუნეთ. ჯერ ერთი აქამდე გზა როგორ მოგეწონა? შენიერი იყო. ჩემ მოტოზე რა სიტყვი? ჩემ მოტოზე რა სიტყვი? შენი მოტო რა თქმა უნდა ხეთსი არის და ეხა born to be wild look-ი აქვს უკვე. კარგია. მეც ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დაინათი ძმაო. ყველაზე მაგარი ამინდი არის სატარებლად დღეს. ავედით. მივემართებით ლაგოდეხი ბაიკ ვიკენდისკენ. მე მაინტერესებს შენ ეხა ხო ვიცი რომ მოტო ყავდა იქ ლაიფციგში და აი მოტოკულტურა გერმანიაში ზოგადად როგორია და ლაიფციგში ზოგადად როგორია? გერმანიაში მოტოკულტურა ცოტა სხვა რაღაცა არის. ალბათ ისე დაიწყო როგორც აქ დაიწყო რა მოტოკულტურა თავიდან, მაგრამ შემდეგ გააჩნია რომელი მოტოკულტურაზე მეკითხები შენ ჰალი დევიდსონები რაღაც ჩოპერების კულტურა თუ უფრო adventure გააჩნია ხო ანუ ხო არა მე რა თქმა უნდა უფრო კრუიზერულ ამბავს გეკითხები ჰარლებით უმეტესად ეხლა რა თქმა უნდა ანუ ეგრეთ წოდებული როკერები დადიან ანუ ეგრე ეძახიან გერმანიაში როკერებს ეძახიან როკერებს ეძახიან პირდაპირ თავიდან ხო ნუ რაიდი იყო რაიდი აინტერესებდა ყველას ბევრმა მერე კლუბი შექმნა და ანუ ბევრი კლუბის ჩამოვიდა და იქ მერე ნუ რაღაც ლეგალური არალეგალური რაღაცეები ხდებოდა და უკვე ანუ რაღაც ესე რო თქვათ კვაზი მაფიის პონტი გაიჩნდა რა ცოტა ეშინია ხალხს ბაიკერების არა და საშიშები არავინ არ მინახავს იქ მაგრამ ბევრი არიან რა თქმა უნდა ანუ right wing-ი მარჯვენეები ნაცისტები ზოგი left wing-ი ანუ ზოგი ბავშვებს რო ეხმარებიან ისეთები და ანუ ძალიან ბევრი განსხვავებული ჯგუფები არიან რა რომელიღაც ქალაქში გერმანიაში მსმენია რომ Hells Angels-ის კლუბმა ძალიან ისა ცუდი ამბები დაატრიალა Hells Angels-მა? ხო ანუ ესეთი რაღაც მოხდა მაგალითად ჩემ ქალაქში Hells Angels-ი და United Tribunes-ი ორივე იყვნენ რა ხო United Tribunes იყო თუ Banditos. მე მგონი United Tribunes, ხო, ვარცდებ. Короче, მაგათ შორის მოხდა დაპირისპირება რა და ერთ-ერთ ძალიან ისეთ ქუჩაზე რა, სადაც უმეტესობა, ანუ ძალიან ბევრი კრიმინალი ხდება, ესე რომ ვთქვათ. შეხვედრა დათქვეს რა. და რო უნდა შეხვედროდნენ და ან ჩხუბი უნდა აწეულიყო, ესე რომ ვთქვათ, რა, ანუ ლაპარაკი იქ არ იყო. ხო, ჩხუბი. ხო და აი როგორც კი შეხვდნენ ტიპები ერთმანეთს ანუ Hells Angels-იდან ერთმა ამოიღო იარაღი და დააჭედა კაროჩე იმას რა United Tribunes-ის წევრს. ვაა. მე მგონი თორსები ორჯერ ესროლათ რაღაც და ის ტიპი გადაიცვალა მერე. ანუ საავადმყოფოში. და აი ეს იყო კაროჩე მთავარი აქტირის მერეც Hells Angels-ის და United Tribunes-ის Leipzig-ში გააუქმეს ზოგადად კლუბები რა.
და მაქედან ანუ ბევრი სხვა რაღაცებიც მოხდა სხვა ქალაქებში და მე დაიწყეს ნადირობა რა ანუ კლუბებზე და ბევრ ქალაქში გერმანიაში მაგალითად უკვე აიკრძალა Hells Angels-ის კლუბის არსებობა ზოგადად აი გარაჟი თუ იყო სადმე რაღაცა პოლიცია შევარდა სპეცრაზმი და ანუ დააყადაღეს ყველაფერი წაიყვანეს მოტოვები ისენი და ნუ რაც კონდათ ბიზნესები ისინიც დახურეს რა Yeah baby როგორ გიხდება ჩემი მოტოციკლეტი გიორგი? მომერკო. ისე ოდესმე თუ წარმოიდგენდი რომ მე და შენ ორი ჰარლით ბაიკ ვიკენდზე წავიდოდი სადმე. და შენ რო პანკს უყრავდი ქუთაისში და რაღაც 13-14 წლის რო ვიყავით და ჩემი ტელეფონი გავყიდე მაშინ მახსოვს Motorola L6 და ვიყიდე რაღაც რუსული გიტარა ჩეხური იოლანა თუ რაღაც ერქვა და სიმები ისეთი ცუდი ქონდა რომ წინაც გადაბმული იყო და უკანაც კაროჩი და მაგდროს მახსენდება რომ მაშინ ვერც წარმოვიდგენდით რომ ეხა მე და შენ ჰარლები სადღაც ბაიკ ვიკენდზე წავიდოდით და ესე გავისწორებდი ძალიან მაგარი და ზოგადად ჩვენი ძმობა ან ძმაკაცობა მეგობრობას არც დავარქვი ჩვენი ძმობა როგორც ასეთი ანუ ძმომა ძმობამ დიდხანსა ყველაფერს გაუძლო და მანძილს და დროს რა და ეგ არის ყველაზე მეჯიკ ამ ყველაფერში რა აქ როგორც ავართ ახლა Black Bells-ი შენ თვალს გვადევნებ და ყველაფერი იცი რა ხდება ჩვენს ირგვლივ ეგეთი მოტოგაერთიანებები თუ არსებობს რომელებიც აი ესე მშვიდობიანად ლამაზად კულტურისთვის სიკეთის გასამოსატანად რო არსებობდნენ და თან ოღონდ რა თქმა უნდა კრუიზერებს გულისხმობ კი როგორ არა ანუ არანაირი კლუბი რო არ არიან როგორც ასეთი უბრალოდ ხალხი ვინც ხვდება ერთმანეთს და ერთად ატარებენ არიან ბევრი Facebook-ის ჯგუფებიც აქვს აკეთებული და ხვდებიან ერთმანეთს და კარგ ბევრ რაიდებს აკეთებენ რა მე უბრალოდ კრუიზერი რო არასოდეს არ მყოლია მაგიტო არ ყოფილვარ ეგეთ ჯგუფებში მე უფრო ანუ traveling enduro მყავდა და ანუ ტენერე 99 წლიანი და მაგიტო უფრო იმ ხალხთან ერთად დავდიოდი ვინც ენდუროებს ატარებდა ან traveling enduro-ებს რა ჩვენ ჩავდიოდით კაროჩე იმაში აი ნახშირ საბადოებში შევიპარებოდი არალეგალურად იქ შეიძლება შესვლა და ანუ მე ამ მიმიცი რა ქვია 175 კილოიანი ტენერეთ და სავსებაკით თან თავიდან არ ვიცოდი რომ ნახევარზე ნაკლები უნდა ყოფილიყო რა რომ შედიხარ სახტომიალო ესე რომ ხო და შევიდოდით და მან დავხტოდით რა და ანუ ძალიან გაასწორა ანუ მაშინდელი ჩემი ძმაკაც ეს ყავდა KTM ყავდა 700-იანი და ანუ ძალიან მხიარულობდით ესე რომ ვთქვა მაგრამ თვითონ ანუ კრუიზერებთან დიდი შეხება სიმართლე რო გითხრა არ მქონია ეგეთ მაგრამ ვიც მინახავს და გამიცნია ძალიან ისეთი სასიამოვნო ხალხი გამარჯობა ბიჭო ეხა ის უნდა ვთქვა მაგ შენი ტენერეთი რო ჩამოხვედი ლაიფციგიდან თბილისში ხო და მეგობრებო ჩემი ევროტური რაღაცნაირად ცოტათი ოღონდ რაღაცა ალბათ 10%-ით აბაროტის აღება არის გიორგიზე ო შენ პასუხს აპირებ ხო პასუხს აპირებ და ამიყარია ეგ იმიტომ რომ სიმართლე რო გითხრა ეგ იდეა იყო ჩემი ანუ პროსტა არ ვიცი საიდან მომივიდა ეგ იდეა თავში მაგრამ ანუ თქვი რომ უეჭველი მინდა მოტოცი მოგზაურობა თქო რა და თავიდანვე ბავშვობიდან მე წესით ჰარლი მინდოდა მაგრამ მე ვიღაცებს დაველაპარაკე ვინც ნამოგზაურები იყო სოფლიოს გარშემო მოტოთი და რაღაც და მითხრეს რომ აიო იყიდეო ჰარლი უბრალოდ ვერ მიხვალ ყველგანო და ან გაგიჭირდება და ან კისერს მოიტეხაო და კომფორტულად თუ გინდა მგზავრობა მაშინ სამოგზაურო ენდურო უნდა იყიდო თან ძველი კარბურატორზეო რა მაშინ მეჩიეს Yamaha ტენერე 600-იანი ერთი ცილინდრია რა დიდი ცილინდრია რა ფეხებს შორის და პა ხო და მე კაროჩე ვთქვი რომ ოკეი რა არის ჩემი თავარი მიზანი იყო იდეა ესე რომ ვთქვათ აფრიკაში მოგზაურობა რა აი ესპანეთიდან მაროკოში მინდოდა გადასვლა და მე ვესტ მხარე აფრიკა მინდოდა რომ ჩამოვყოლოდი და აღმოსავლეთ მხარეს მინდოდა რომ ამოვყოლოდი მე ის ნილოსით რა ხო და ამისთვის რომ ეს გამეკეთებია რა თქმა უნდა ანუ უნდა მევარჯიშა იმიტომ რომ მოტოს მართვის მოწმობა ახალი გაკეთებული მქონდა რა აი პროსტა მივაჯე εκεί გავაკეთე მართვის მოწმობა მოტო ვიყიდე და თქვი რომ მინდა მოგზაურობა თქო და მე ვიფიქრე რომ
რაღაც ანუ ამდენი ხანია წასული ვარ იმაში გერმანიაში ხო და ანუ შენც კარგად მიცნობ ხა და ანუ მე ისეთი ფანატიკოსი ტიპი არა ვარ, მაგრამ პატრიოტი ვარ, ანუ გულში რა. ხო, რა თქმა უნდა, ვიცი. მენატრება რაღაც საქართველოს და საქართველოს ხალხი და ანუ ეს სიტუაცია, ხტები? და მეთქი, ანუ რაღაც პონჩი სიმბოლური იქნება თქო, რომ აი ხმელეთით ჩავიდე ჩემს სამშობლოში და ხმელეთით ჩამოვიდე ისევ თქო რა. ხო. ანუ ეს ყველაფერი გზა შევიგრძნო თქო თან. რო დავიწყე აი ჩემს მაგაც ან მაშინ მაგაცი არ იყო ვილი მაშინ იყო უბრალოდ ნაცნობ მაგაცის ნაცნობ მაგაც ესე რომ თქვა და ხო ეხა იმხელა გზა გამოიარეთ თქვენ უკვე მაგაცები ხართ აბა რა ხარ ხო და მე შენ კი არა მე შემიყვარდა ვილი მაგარი კაცია ძალიან ხო ბიჭო ეგ იყო აი ჩემს მაგაც პაკოს მაგაცი და ვილი გაიგო უბრალოდ შერესტაკოდა რომ მე მოგზაურობას ვაპირებ რა ხო ხო და თვითონ მირეკავს და გიო მე გავიგეო შენ საქართველოში ჩასვლა და ჩამოსვლა მოტოციო და რაღაცა კითხვა მაქვს მეთქი მკითხე თქო და როდის აპირებ მეთქი მომავალ წელს თქო რა უკვე 1 წლით ადრე დავიწყე დაგეგმა ესე რომ თქვა რა ყველა დაანგარიშება დაგეგმა აროჩე მეც მინდაო წამოსვლაო და შეიძლებაო შენთან ერთად რო წამოვიდებ მეთქი შემოგეულოს ჩემი თავი თქო რა იმიტომ რომ სიმართლე გითხრა არ ვიცნობ ვილის და ეგეთი რაღაც ცოტა ისეთი პონტია რა რო არ იცნობ კაროჩე ვინმეს არც იცი სამოგზაურობა როგორი იქნება ისეთი რა. აი ვილიზე მაგარი ტიპის სამოგზაურო თუ არსებობდეს დასვიცავ. აი ძალიან მაგრად გაუსწორებ ყველაფერს. კი და ყველაზე მაგრად იმაში გაგიმართლა. ნუ ეხა ჩემთან შედარებით შენ კარგად გესმის უფრო მოტოციკლების შიგნეულობა, მაგრამ ის რომ იმენა მოწოდებით ხელოსანი იყო ეხა ვილი. მაგაშიც მაგრად გაგიმართლა რა. ვილი, კაროჩე ეს არის რა, ანუ ელექტრიკოსი არის პროფესია და ბოქსიორი არის პროფესია, ანუ ორი პროფესია. ხო და ანუ მოტოები თავის BMW K750 ძველი ის თვითონ ხონდა გადაწყვეტილება. პოლიციელების მოტო არის ხო ეგ? რა? პოლიციის მოტო არის ხო? კი, პოლიციის იყო და თვითონ იყიდა, კაროჩე ძველი და გადააწყო როგორც რაცბაიკი რა. ხო. ხო და ამოვედით რა სამოგზაუროთ და აი ყველაზე მეტად მან გამიმართლა რომ აი ვილი ადამიანობით ხო ძალიან მაგარი ტიპია და თვითონ პოზიტიური ხედვა ბევრ რაღაცაზე არ უყვარს წუწული ტიპს იმენა რა აი ეგეთ ხალხი მიყვარს რომ არის წუწული აი ყველაფერი რა easy going და პრობლემებს ასამოდი ეხლა ეს არის გადაწყვეტილება და ლოზუნგი და გავაკეთებ რა ძალიან რილექს რამდენი კილომეტრი გაიარეთ ჯამში რა ჯამში რამდენი კილომეტრი გაიარეთ აი გზაში გავიარეთ მარტო გზას მეკითხები თუ ჯამში რამდენი გამოვიდა ჯამში ფლიანად ჯამში მოგზაურობა დაახლოებით 10000 კილომეტრი გამოვიდა 10000 კილომეტრი გაიარეთ ორმა ძალიან მაგარი შედეგია ძალიან ხო ანუ 4000 კილომეტრი იქედან მერე საქართველოში ძალიან ბევრი ვიარეთ და მერე უკანა გზაზე და დაახლოებით 4500 რა იქეთ ანუ და ცოტა დაკლანკლინად ვიარეთ იმიტომ რომ იგივე ქვეყნებში აღარ გვინდოდა გამოვლა ხო ხო და აუცილებლად ეხა ამოვანათებ აქ ფოტოებს და ვიდეოებს გაჩვენებთ ამ მოგზაურობის ფოტოებს და ვიდეოებს მეგობრებო უეჭვით რა თქმა უნდა მანამდე სანამ წამოვიდოდი დაზღვევები ADAC და რაღაცები გავაკეთე ანუ ავტომოტო კლუბში შევედი და რაღაცები რომ ევროპის მასშტაბით ან კი ისედაც სოფლიო მასშტაბით რამე რომ მოხსნოდა ანუ პარტნიორებს დაუკავშირდებოდნენ ისინი და შეგიკეთებდნენ რა მოტოს და ერთხელ ანუ ეგეთი სიტუაცია მქონდა რომ იმისი ქართულად რა ქვია ცეპლენიას ხო ცეპლენია რა ხო ცეპლენის მოჭიდება ხო ცეპლენის ტროსი მოჭიდებს ტროსი გამიწყდა რა გზაში აი
მეოთხე სიჩქარეში ვარ და სადღაც 120-ით მივდივარ და გაწყდა ეს რა კაროჩი და უცებ ვეღარ ვემაშვები რა, ციკლენიას ვეღარ უწევ და ემას ქვე, ჩემ პირველი ინსტინქტი იყო მარჯვენა მხარეზე გადასავარდნი იყო რა, ხრამი იყო და პირველი ინსტინქტი იყო, კაროჩე ვეცადებ აი ჩამოწევა ქვემოთ და არ ერთი ჩამოვიდა, მესამეზე, მაგრამ მეტი არ ჩამოვიდა და ან დავამუხრუჭე როგორც და რა და გავგულდე რა. ვაა. ანუ აპირებდი უკვე რომ ამერიკა ადეაცეში რომ მე ესე ვილი მოიცა კაცო რა შოგი. რაღაცები იხლაფორთა იმასკნა. გადააკეთ, აი საქართველოში როგორც აკეთებენ, ხო იცი? ხო. და არაფრისგან რაღაცას რო გამოიყვანენ, ეგეთი რაღაც არის ჩაიჭრა, მე ტიპა და გასაღები ჩამოსაკიდით გოლით, იმენა ჩოუკი დამიკეთა, იქ მე ტროსი გადაავა რაღაც. და წავედი გავაგზავნე გზა. და ეგრე რაც გავრფუჭდებოდა, მაგისგან, ვილისგან ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, ზოგადად ფოტოს რაც შეეხება რა. კარგია. მეორე ბრეიქდაუნი იყო თურქეთში, რომ აი შავი ზღვისპირეთზე რო დადიხარ თურქეთში არის ძალიან ანუ ვიწრო გზა არის. მიხვეულ-მოხვეულია ძალიან და სერპენტინებია, ანუ თებზე დადიხარ და ძალიან მოხვეულებია რა. ხო. და თან ძალიან კარგი გზაც არ არის რა. ესეთი სიტუაციაა რომ ამ ვიწრო გზაზე აი მაგალითად მარჯვნივ როუხო და თან ქვემოთ ჩადიხარ, ძალიან დაღმართზე. იქ ვერ ხედავ, წინიდან შეიძლება ტრაილერი მოდიოდეს რა. ხო. და ტრაილერი თან კი არა ასიგნალებთან რაღაც, ანუ პირდაპირ მოდის და გინთებს უბრალოდ და მე ანუ თუ ძალიან გაგვიან რამდენიმე სამჯერ დამაგვიან და გადახვევა გვერდზე გადადგომა უნდა გადადგე რა მოტოც. და სამჯერ მეგონა რომ შე უკვე ეხა ბოლო წამები არის რა სიცოცხლის. ამ ხელა რაღაცა რომ მოდის შენს წინ იმენა. ხო და მან კაროჩე ამ სერპენტინებზე ხო ჩამოვდიოდი და რა თქმა უნდა უკანა მუხრუჭით ჩამოვდიოდი უმეტესად. ხო და ვილი მე ვიფიქრა რომ მოდიოდი უკანა მუხრუჭო დაგიჭერო ცოტა ძალიან ეს არის რა მოშვებული არის შენ აი მეც და დაუჭირა რა მეორე დღეს და კარგი იგულისხმა რა თქმა უნდა და ეს თურმე გაეჭედა ეს უკანა მუხრუჭი ოპა ეს საღამოს იყო და მეორე დილით რო წავედით აროცა სერპენტინებზე ვართ ისევ რა აქ ვერ ხედავ ჯერ არ გადაუსწრე ხო არ გინდა არ გვეჩქარება ხო სერპენტინებზე ვარ ისევ მეორე დილით რა მოვდივარ და ანუ კიდევ კარგი რომ მე წინ მივდიოდი და ვილი ჩემს უკან მოდიოდა რა და რამდენიმე დახმართი რომ ჩავიარე რა თქმა უნდა უკანა მუხრუჭს ხმარო აი ძალიან ლაითაც და კარგად ამუხრუჭს მაგრამ ოდესღაც ვილი რა არისო რა ბოლი გამოდისო ფოტოსო რა ხო და ეს ბოლიც იმატებს უკვე საკეშიდაც ხედავ რა და ძალიან გაიფოლა კაროჩ გავაჩერეთ და ალოტკა იყო დამწვარი აი მიკრული იყო პირდაპირ და სულ ამხრუჭებდა რა ხო და აი ისი ალოტკა გაგვეჭდა რა და აღარ ამხრუჭებდა უკან საერთოდ რკინას დედებოდა ხო არა კალოტკა დარჩენილი იყო უბრალოდ აი მინასავით რო პატალებს მე რა რო დაიწვება კალოტკა ხო გადახურებული რო არის ხო და მე აღარ ამხრუჭებს მე ხوازე ხარ და ანუ თან შუა სერპენტინებში ვარ და იქ უნდა ჩამოვიდეთ როგორღაც თან და სულ წინ ამხრუჭით ვიარე მე ანუ მოუშვი მე და სულ წინ ამხრუჭით ვიარე და რაღაც თურქულ შოპში გავიჩინეთ მე და თურქული შოპი არც ინგლისური იცოდნენ, არც რუსული, არც ქართული, არც გერმანული, არა მარტო თურქული იცოდნენ ბიჭებმა, მაგრამ ძალიან ჯიგარტი ენდურო შოპი იყო რა, ძალიან ჯიგრები იყო და უთხარი ესე ვანიშნე რომ მეთქი კალოტკები უკან ჭირდება რა, ხუნდები ბოდიში რუსოსიტყვაზე. ხო და ჭირდებათ ხო რა და არა გვაქვს და ვილი რა არა გაქვს მაცადეო მე ჩავიხედა უჯრაში. გადავიდა უკან იქ ვაში უცხოებთან რა არ ევიდეოდა საერთოდ გადავიდა უკან ჩაიხედა უჯრაში და ზუსტად ისეთი ხუნდი ნახა მე რომ ჭირდებოდა აი ზუსტად ჩემი მოტოს ხუნდები ქონდათ უკანას თან წინა და უკანა სხვადასხვა მან წინ ხო უფრო დიდი წინ 21-იანი ბორბალი გაქვს უკან 17-იანი ან 18-იანი რა ხო და რა თქმა უნდა ანუ მუხრუჭის დისკებიც განსხვავდება და ზუსტად ეგეთი იპოვა კაროც და მე ჩავსვით და წამოვედი ძალიან მადლობები ვუხარ რა გადავიხადეთ 6 ლირა გადავიხადეთ ორივე ხუთში ახლებში შეფუთულები იყო ვა საღოლ ო აი მაგარია ფათო აუ მე მახსოვს თიანეთში რო წავიყვანეთ ეგ სიონში ვილი როგორ გაუსწორდა ბიჭო გაგიჟებული იყო იქ ბუნებაც მაგარია და გზაც მაგარია რა თქმა უნდა ხო აუ გიო ხო იცი რაზე ვილაპარაკოთ შენ ეხლა
19 წლის იყავი როწახვედი საქართველოდან. ხო. რა გზაც გაიარე, მე კი კარგად ვიცი, მაგრამ ცოტა ისე შემაჯამებლად რომ მოვყვეთ რა. რომელი წელი იყო როწახვედი? 2012-ის მიწურული იყო. ნუ 2013 უკვე იწყებოდა რა. ხო და აი მოვყვეთ რა გზა გაიარე იქამდე და დღეს რასაც აკეთებ მე კი ვიცი, მაგრამ თქვათ ეგეც მოვყვეთ რა, საინტერესო იქნება მე მგონი ხალხისთვის. ნუ ხო რთულია რა თქმა უნდა, ამდენი ან 14 წელიწადნახევრის ერთად შეჯამება რთულია, მაგრამ უცებ ვეცდები რომ რაღაც ჩავადიო პატარა იმაში. ხო. ანუ თავიდან რომ წავედი, ოპერად წავედი, მე და ჩემი ძმა, სხვადასხვა ქალაქებში ვიყავით თავიდან და კარგი ოჯახი შევხვდა, იქ რაღაც 3 ბავშვი, ძალიან საყვარლები იყვნენ. იმათმა მასწავლეს გერმანული, მასწავლეს ფორტეპიანოზე დაკვრა, ნოტები მასწავლეს. იმიტომ რომ თავიდანვე ვიცოდი რომ მინდოდა ჯაზ სასწავლებელში მინდოდა სწავლა რა, გიტარის, ჯაზ გიტარის. ხო. ხო და მე რო დავამთავრე ოპერობა, დავიწყე მოსამზადებელი კურსები, ან სპეციალური კურსები არსებობს, სანამ ჩააბარებ რა. მოიცა, ეხა რა უნდა კითხო? ოპერობა რო დაამთავრე, მაგ დროს ხო კანონის მიხედვით უკან უნდა დაბრუნებულიყავი? არა, იმენა მაგ დროს არა, 2 წელი მომწეს მერე მოსამზადებლად, რომ თუ ჩაბარება გინდა უნივერსიტეტში, მოემზადეო და ხო. 1 წლის მერე მივხვდი უკვე რომ გერმანიაში, ანუ ჩემი განმოსახედიდან არის ეს რა თქმა უნდა, აკადემიურად უყურებენ ზოგადად მუსიკის სწავლას რა, განსაკუთრებით ჯაზს რა. ხო. ხო და ანუ 1 წლის მომზადების მერე მივხვდი რომ აი არ მინდოდა ეს ჩარჩოები, იქ კაროჩე ჩარჩოებს იქმნი, რომ მე იმ ჩარჩოებიდან გამოხვიდე და მე უბრალოდ თქვი რომ ანუ მე საკმარისად ქონდა ჩარჩოები და საქართველოშიდაც ანუ უკვე ჩარჩოებიდან გამოსული ვიყავი და კიდე ჩარჩოები აღარ მინდა მეთქი რა. და თან მაგრამ ჯაზი მომწონდა და მინდოდა რომ ჩემ მუსიკაში ჯაზის ელემენტები ყოფილიყო და მაგიტომ მეორე წელიც გადავაგრძელე რა მოსამზადებელი და მე გამოცდილებაც გავედი და ნუ ვერ ჩავაბარე, ვაღიარებ, ანუ ჩემზე გაცილებით ძლიერი ხალხი იყო იქ, იმიტომ რომ აი იქ თუ გინდა ჯაზის გიტარას ჩაბარება, იმხელა კონკურენციაა რომ წელიწადში მხოლოდ ერთ ღებულობენ. ხო. და ანუ უნდა იყო როგორ ტიპიცი, აი 5 წლის ასაკიდან რომ უკვე ფორტეპიანოდან ნოტები ნასწავლი გაქვს და უკვე ყველაფერი იცი, თეორია და ჰარმონია და მოსმენა რო გაქვს ძალიან კარგი რა. მე ვთქვი რომ ოკეი, ეხლა უნდა გავაკეთო ორიენტაცია ახალი მიმართულებით, რა მომწონს, რა მინდა რომ გავაკეთო და რითი მინდა რომ ფული ვიშოვო საერთოდ რა. ხო. ხო და მაშინ მიკარნახეს ესე რომ ვთქვათ რომ ესაო შენ ადამიანებს ხო ეხმარებიო და ან სიამოვნებითო და რატო არ დაეხმარებიო მაგალითად ადამიანებს რომლებსაც მართლა ძალიან ჭირდება დახმარებაო აი მაგალითად ავადმყოფი ადამიანები ან მოხუცი ადამიანები ხო ხო და ანუ ეგ ძალიან ჩამიჭდა ეგ აზრი თავში რა და მე ბერლინში ვიყავი რაღაც კონცერტზე თუ რაღაც და ნუ ერთობოდი მეგობრები და ქუჩაში მოვდიოდი რა ეგეთ შემთხვევა მოხდა თავარი ინსპირაცია რაც იყო მაგას გიყვები. ქუჩაში მოვდიოდი და აი უკვე ძალიან ნასვამები ვარ, ყველა რაღაც რაღაც ბარიდან მოვდივართ, კარგი მუსიკა რაღაც დავუკარით, რაღაც გავერთოთ და ქუჩაში რომ მოვდივართ უკვე სიგნალი არის და ანუ ზის ანუ ბელში ზოგადად ძალიან ბევრი უსახლკარო არის. და ანუ ეს ერთი ტიპი იჭდა, ანუ იწვა, ეს ზის რა. ხო და ანუ ვედავამღამ ეძინა, არ ეძინა, რას შეებოდა, კარგად იყო, ცუდად იყო რა. ხო. მაგრამ ერთი ის დავინახე, რომ ცოტა ხელზე სისხლი ქონდა რა, ცოტა. ხო და ანუ ძალიან strange რაღაც მოხდა მან. უბრალოდ ანუ რო დავინახე, რომ არავინ არ აჩერდებოდა და არაფერს არ აკეთებდა, მეც ავტომატურად გავიარე რა. ხო. არაფერი არ გავაკეთე რა. და ამან ძალიან ანუ ძალიან გამანადგურა რა ცოტაც. იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ეგეთი ტიპი რომ ყველას ვეხმარები და მიყვარს ზოგადად ხალხის გვერდში დგომა მიყვარს რა. მეც რო დამიდგებიან გვერდში ისიც მიყვარს და მეც რო უდგებ გვერდში რა. ხო და მით უმეტეს გაჭირებულ ადამიანს რა. ანუ არ ტრაბავ და რაღაც ეგრე არ გამიგდა ხა. ხო რატო ჩემი ნატურა ეგეთია, ანუ ეგეთი ტიპი ვარ ყველაზე რა. ხო და მე ძალიან ბევრი ვიფიქრე და მე მივხვდი რომ ეს არის ძალიან ადრინდელი ინსტინქტი ჩვენში ადამიანებში რომ ვინმეს თუ დაინახავ რომ უჭირს ან ვერ არის კარგად და ძირს აქტია სიტყვაზე
რომ ავდგეთ და დავეხმაროთ რა მოლოდინის გარეშე, ყველაფრის გარეშე. ხო და ეს თუ ჩვენ წაგვეშალა ადამიანებს და ვეღარ დაუდგეთ გვერდ ერთმანეთს და ვიღაც სისხლისგან იცლებოდეს, ანუ სისხლიანი საიცლებოდა, მაგრამ ზოგადად სისხლი მოდიოდეს ქუჩაში ეკდოს და ადავეხმარეთ, ესე იგი რაღაც არ არის სწორად ჩვენში ადამიანებში და რაღაც კუთხით დეგრადირება განვიცარეთ, ხო? ხო და მე მინდოდა რომ ეს ინსტინქტი დამებრუნებია ჩემთვის რა, რომ ისევ ყოფილიყო, ისე როგორაც უნდა იყოს ადამიანი, ჩემთვის ადამიანი რასაც ნიშნავს და მაგითო დავიწყე მე აუსბილდინგი როგორც ეგრეთ წოდებულ ალტენფლეგერად, ანუ ექთანი ეს ნიშნავს პროფესიის შესწავლას. პროფესიული შესწავლა აუსბილდინგი ხო, ანუ დემენტი ადამიანი, ან დემენცია ვისაც ჭირს და ალცჰაიმერი, აი მაგ მიმართულებით დავიწყე და აი მან ძალიან საინტერესო ფილდი არის, იმიტომ რომ ადამიანებს როცა ალცჰაიმერი ან დემენცია აქვთ, ავიწყდებათ დრო და დრო, ანუ პატარ-პატარა რაღაცები, მაგრამ მერე უკვე, ანუ ენაც ავიწყდებათ, ნაცნობი ადამიანის ყველაფერი ავიწყდებათ აბსოლუტურად და ანუ ჭამაც ავიწყდებათ და მერე ანუ ხელოვნური კვება შეიძლება მოუწიოს რა. ხო. ადამიანს. ანუ ეს ისეთი საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრი რაღაცეები მოძრაობით, ბევრი შეხებით, ბევრი მუსიკით შეგეძლო გაეკეთებია და ისტორიაზე მუშაობდა, ან ბიოგრაფიაზე მუშაობა, ეგრე ვეძახით ამას რა. აი ბიოგრაფია შეისწავლილი პაციენტისას, რას აკეთებდა ადრე, სად დადიოდა, რა ჰობი ჰქონდა, სად მუშაობდა და მაგის ამიხედვით რამე ფოტოებს, ან სუნამოებს, ან მუსიკას ჩაურთავდი რაღაცას და მე ის ადამიანები, ვისაც ლაპარაკი საერთოდ აღარ შეეძლო, აი მუსიკაზე მაგალითად ომის შემდეგ მუსიკას რო ჩავრთავდი, უცებ ვიწყებდნენ სიმღერას და ყველა სტრიქონი იცოდნენ აბსოლუტურად. რომ მთელი წელია ხმა არ ამოუღია ტიპს და უცებ ღერის რა. ხო. სასწაული იყო ეგ რა. და მე გადავედი ანუ იმაზე ამბულანტ ნერსინგზე, ანუ მანქანით დავდიოდი პაციენტებთან 3 წელი მე ეგ გავაკეთე. და მაქედან მე ერთ-ერთზე ინტენსიური ექთანი. ახლა 4 წელია უკვე თითქმის მან ვარ რა ინტენსიურზე სასუქი აპარატებით და ანუ ხელოვნური კვებით და ყველა. ხო, რა თქმა უნდა, ახლა ეს გზა რაც შენ ესე მოკლედ მოყევი, ესე მარტივი გასავლელი და ესე ლამაზი არ ყოფილა და ბევრი სწავლა მოგიწია და ბევრი სირთულეების გავლა მოგიწია, მაგრამ არა, ის გამორჩა მთავარი რაც მკითხე შენ ეგ გამავიწყდა და გამორჩა. ახლა რომ აი სტუდენტური ვიზიდან აუსბილდინგის ანუ პროფესიის შესწავლის ვიზამდე რომ გადავსულიყავი, ხო, მაგისტრის მითხრეს რომ უნდა ჩახვიდე საქართველოსშიო და მე მაგრამ ჯარი გემუქრებოდა. ხო, საქართველოს ჯარი მემუქრებოდა, იმიტომ მემუქრებოდა რომ მე თვითონ ანუ პატივს ვცემ ხალხს, ვინც ჩვენთვის იბრძვის და ჩვენ გვიცავს, რა თქმა უნდა და ანუ მადლობელი ვარ რომ ეს ხალხი დგას საზღვარზე და ჩვენ გვიცავს, რა თქმა უნდა და მაგის გარეშე ეხლა ამ წუთას წარმოუდგენელია. სოფლიო და utopიაში არ გადავჭირეთ და არ ვთქვათ რომ ახლა ვერი არ გვინდა ომი და არ გვინდა ომი რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ვიღაცები დგანან იქ და ანუ ირჩევენ რომ უნდა ვიომოთ, ანუ ხო უნდა დავიცვათ ჩვენ თავი და ან პატივს ვცემ ყველა ადამიანს ჯარისკაც, ვინც ჩვენ გვიცავს, უბრალოდ მე თვითონ ვერ დავიკავებდი იარაღს ხელში და ვერ ვესვიდი ადამიანს, ანუ ეგ მომიწევდა მაგ პერიოდში უკვე მე სანამ წამოვიდოდი, იმიტომ რომ ანუ ადამიანის როლა შეიძლება არა, მაგრამ ზოგადად ანუ ეგ იქნებოდა ჩემი ცხოვრების ჩავარდნა დიდი. ხო, ნუ შენ ეგრე სენსიტიურად უყურებდი, ეხლა მე პაციფისტი ვარ რა, ან მე მუსიკოსი ვარ, მშვიდობა მინდა, მე ვარ ხელოვანი მუსიკოსი ადამიანი და ანუ მაგით შემიძლია რომ გვერდში დავუდგე ხალხს და აი სიტყვაზე მუსიკა დავწერო რაღაც და ან გავამხნეო ეგ ხალხი ან რაღაც ანუ მაგრამ ანუ მე იარაღით ვერ დავდგები ხელში, არ არის ეგ ჩემი ცხოვრება. ხო, ეგ მესმის და ანუ ისედაც ამდენი ახსნაც არ ჭირდება იმას აქში, როცა სადღაც 20 წლის ხარ, 21 წლის ხარ, 1 წლის დაკარგვა ქვია მაგას. შენ რო ჯარს, მე მაგალითად ჯარში რო ვიყავი, ჩემთვის დაკარგული მნიშვნელოვანი 1 წელი იყო. შენ კარგად გახსოვს, როგორი აღმავლობის ხანა მქონდა ზუსტად 18 წლის რო ვიყავი, მაშინ გამიცნო ყველამ, მაშინ დავიწყე სცენებზე გამოსვლა და რავი, ყველგან ხო ხდები, ყველა ქალაქში უკრავდი, რაღაცა კონცერტები იყო ისეს და 1 წელი გამომკეტეს იქ გიჟივით, ხო ხდები და ჩავარდნა იყო ახლა ეგ და არ ჩვენ გინდოდა ეგეთი ჩავარდნა, მით უმეტეს ნანახი ქონდა მე როგორ ვიტანჯებოდი იქ. არა, მე მინდოდა რომ წავსულიყავი, ანუ უკვე დიდი ხანია, ანუ ვეჭიდებოდით ამას როკ-ენ-როლს ქუთაისში და ვცდილობდით რომ რაღაც გაგვეკეთებია, მაგრამ ანუ ვიცოდით ყველამ რომ ანუ ეს იყო ბრძოლა რაღაც ანუ დიდ მონსტრთან, ანუ
საზოგადოება რო არ ღებულობს რა და ანუ დემოტივაცია პერსპექტივის არ ქონა და ეს ყველაფერი უკვე კლავდა რა და დაძაბულობა იმატებდა და აი დანის ჯიბეში ქონა და რაღაც ესეთი რაღაცეები და ანუ აღარ მინდოდა ეგეთი რაღაცა და გერმანიაში ვიცოდი რომ რაც აი პოზიტიურ გონებაზე ჩამივარდებოდა თავში იდეა იმის გახორციელების საშუალება მექნებოდა რა ხო ნუ ეგ ბუნებრივიც არის კაცო და გასაგებიც არის ეგ და რო არ დაბრუნდი ეგ გასაგებიც არის მაგრამ მე რას გეკითხები აი რო არ დაბრუნდი და იქ უკვე სტრესი დაგეწყო იმიტომ რომ გიშვებენ ჩაბარებაც გინდა აქეთ ჩამოსვლა არ გინდა ეგ ძალიან ცუდი პერიოდი იყო რა ესეთი სიტუაცია იყო რომ შენ უნდა წახვიდე საქართველოში მეოთხარე ჯარი მელოდება ეგ და მე ვეღარ ჩამოვალმეთქი რა და თან უკვე კონტრაქტი ყველაფერი ამ აუსბილუმის ჰქონდა რა ყველაფერი და კაროჩე მე ესეთი რაღაცები მოხდა რომ ანუ ნაცნობობით ვიღაც პოლიტიკოსი CDU-ს პოლიტიკოსი ვიღაც თარჯიმანის ესა რა ქვია ფირმა რომლებიც ადგილს თავაზობდნენ მე სკოლებში ხო დავდიოდი ან დრო და დრო დავდიოდი სკოლებში და კურსებს ვაძლევდი პატარა ბავშვებს აი ბოდი ფერქაშენი ანუ როგორ ვიპოვო ჩვენი ხმა და რაღაც ეგეთ რაღაცები თეატრი და რაღაცები და ანუ მაგათმაც რეკომენდაციები დამიწერეს აი ერთი დიდი მაპი მქონდა სავსე რეკომენდაციებით რა რომ ყველგან მიდიოდეს სამსახურში თუ დავჭებოდი მე მახსოვს რომ თელი ქალაქი დაგიდგა გვერდზე ლაიფციგი და მერიც ქალაქის მერიც ჩაერთო საქმეში და პოლიტიკოსები მასწავლებლები ყველა დაგეხმარა მახსოვს ხო და მე ამ პოლიტიკოსთან ერთად მივედი ანუ ამ აუსლენაბეჰერდეში ანუ უცხოელების ორგანოში ესე რომ თქვა რა და მივედი იმ ქალთან ვინც ჩემს საქმეს ამუშავებდა და უთხარი ესე და ესეა ყველაფერი ვაჩვენე და ბატონო ქარქაშაძეო ძალიან კარგია რომ ესე ანგაჟირებული ხარ და ანუ სოციალურად და ანუ კულტურულად ამდენ რაღაცას აკეთებდო და მომწონს ეგო და მადლობაო მაგრამო თუ აუსბილუმის ვიზა გინდათ მაინც საქართველოში უნდა წახვიდეთ და მეთქი ოკეი ანუ აღარ დამჩა მე უკან დასახევი გზა რა და გამეხუტა ყველამ და ანუ მაშინ ბეიბისიტინგებსაც ვაკეთებდი იმ ოჯახმაც ანუ ფინანსურადაც და ისედაც მორალურადაც გვერდში დამედგნენ და მითხრეს რომ იმ პატარა ბავშვმა მითხრა ვისაც უზრდიდი რომ გიო ჩამოდიო გეხვეწებიო და უეჭველი ჩამოდიო არ დამტოვო აქო რა 6 წლის იყო და ეგეთი რაღაცა რომ მითხრა კი ნაღამ გული მომიკვდა და ყველანაირად ვეცადე რომ დამალულიყავი აქ რა საქართველოში და მე მახსოვს მაშინ რომ ჩამოვედი მედაში შევხვდით ერთმანეთს და ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი 5 წლის მერე პირველად ვიყავი საქართველოში. ხო. და სისტემამ ვერ ნახა რა. ანუ ეხა არ ვიცი რამდენად კარგია ამ რაღაცებს რომ ვიძახ შეგადაცემა. ეხა მოქალაქე აღარ ხარ საქართველოსი გერმანიის ხარ და ასე რომ დამეწევიან. ხო და ასე რომ კარგად ძანდებოდი. ხო და ანუ რაღაც ანუ განვაცხადა ეს ყველაფერი თბილისში გერმანიის საელჩოში და ყველაფერი წესრიგში იყო უბრალოდ დრო ჭირდებოდა ამ ყველაფერსა და ერთ დღესაც მამაჩემი მირეკავს ტელეფონზე და მეუბნე გიორგიო კომისარიატი იყო მოსული ჩვენთანო ოპა დუნუნუნუ ხო და მითხრესო რომ გიორგი და ლაშაო თქვენი შვილები ხო არიანო რა გიორგიო დაფიქსირდაო რომ ჩამოსულიაო სად დაფიქსირდებოდი ახლა ანუ აეროპორტში არ ქონდა ეგ სისტემა მაშინ მაგრამ ქუთაისი პატარა ქალაქი არის და რაც არ უნდა დაიმალო მაინც ყველამ ან იმ დღესვე რომ ჩამოდი მითხრესო რომ მოვიდეს კომისარიატშიო თუ არა პოლიციას გადავცემთო და დააკავებენო რა პირდაპირ გეზეტი რა დააკავებენო ხო და ანუ ციმაოფმა დამასხ ანუ გავხშრი იმენა რა დაუკიდე ანუ ტელეფონი მამაჩემს და არ ვიცი რა ვქნა რა კლდეს ვეცე არ ანუ ჯერ არავისთვის არ დამირეკავს იმიტომ რომ უკვე ცოტა შოქში ვარ და თან უნდა დავიმალო რა დაახლოებით 9 საათში რეკავს ისევ ტელეფონი უცხო ნომერია რა დავხედე უპასუხა მეთქი ვინახარ გერმანიის საელჩო ვართო თან ქარქაშაძებს ვანდებ მეთქი კითხო თქვენი ვიზა გამზანდა ეხლავეო შეგიძლიათ ხვალვე მოხვიდეთ და წაიღოთ მეთქი ხვალვე მანდ ვარ მეთქი და პირველი შემდეგის არის რაც გავაკეთე იყო შენ დაგირეკე მახსოვს და გითხარი ეგ ინფორმაცია რომ მეთქი ხვალ გამომაქვს ვიზა და ზეგ მიფრინავ მეთქი და დღეს არის ბოლო დღე რომ რამე შეგვიძლია გავაკეთო თქო და მე და შენ მახსოვს ბოლომდე გაზი მივეცით იმ დღეს რაღაც კარაოკე მივიღეთ მოვიგეთ დავჩვერით რა გავერთეთ ყველაფერი გავაკეთეთ აი ძალიან მაგარი დამშვიდობება და რო წავედი მის მერე ანუ მერე აეწყო ყველაფერი ნელ-ნელა რა და ანუ უკვე რომ მუშაობდი და საგანასახადოს კაიხანი რომ ვიხდიდი ევროპაში შემომთავაზეს რომ თქვენ და პროფესიაც აქაური გაქვთ და სამსახურის და ყველაფერიო და
არ გინდა თუ ხმის მიცემაც რო შეგეძლოთ და მეთქი კითხო და კარგიო და მაშინ გამიფორმეს მოქალაქეობა. და იმის მერე იმ პოლიტიკოს აძლევ ხმას, ხო? არა, სიმართლე რო გითხრა, მაგ პარტიას არ ვაძლევ, მას CDU-ს. მაგენი არიან ახლა მთავრობაში. მე არ მომწონს დიდად. და ასევე აკეთებს გიორგი ჯემსეიშენებს და თუ ვინმე მოხვდებით ლაიფციგში და ჯემსეიშენზე გინდათ მოხვედრა, აუცილებლად გიორგის უნდა შეეხმიანოთ. აუცილებლად. მე ჩემი Instagram-ს დავტოვებ რაღაც და ჩემ ხმიანეთ. კი, Instagram-ი იქნება აღწერაში აუცილებლად. ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ jam sessions Leipzig-ში, მაგთალე session-ები გვია მაგას, რომელ session-საც პატარა შვილები წავს, პატარა აკუსტიკური session-ები და ანუ გააჩნია რა დროს დაემთხოვით, იმ დროს რომელიღაც session-ში მოგახვედრებთ აუცილებლად. თუ რამე ინსტრუმენტს უკრავთ, ჩვენთან სწორად ხარ და რა თქმა უნდა, მხოლოდ ინსტრუმენტის დაკვრა არაა, ჩვენ მსმენელი გვაინტერესებს. გვინდა რომ მოვიდეს ხალხი და მოусმინოს ლაივ მუსიკას, იქ გვიდგას ჭადრაკის დაფები, გვიდგას ნარდი, საქართველოდან ჩამოტანილი ნარდი. გვიდგას ეგ მაგიდის ტენისი და აკეთებენ პიცას, პიცა კოლექტივი არის ეგეთი იოლო. აკეთებენ პიცას 5 ევროთ, ძალიან მაგარი ნეაპოლიტანურ პიცას. ნეაპოლიტანური პიცა. და ანუ გართობა და სმა და ტრალევა და ყველაფერი რა. მოკლედ მეგობრებო, ვიდეო დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. ეს იყო მოდკასტი გიოსთან ერთად.